საღამომშვიდობის დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ზუსტად 21 საათზე პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია მე ეკა მიშველაძე ვარ. უკრაინული არჩევანი, ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილება, მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები და ოპოზიციის გეგმები, როგორ განვითარდება მოვლენები კიევში, ქართველი ექსპერტების აზრით და რა ხდება ამ წუთებში უკრაინაში პირდაპირ ჩართვა კიევიდან. მანამდე კი რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვის მხრივ, ომბუდსმენის მონიტორინგის პირველადი შედეგები, გამოწვევები და პრობლემები, რა წერია დასკვნაში რამდენიმე წამში, ჩვენ შეკითხვებს უჩან ანუაშვილი უპასუხებს, ასე რომ დაგველოდეთ ანონსის შემდეგ ბრუნდებით ძალიან მალე ეთერში. ადამიანის უფლებათა დაცვის დღემდგომარეობა საქართველოში და ომბუდსმენის ანგარიში, რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება დოკუმენტში, რა გაუმჯობესდა წინა წლებთან შედარებით და რომელ სფეროებში რჩება პრობლემები. საქართველოს სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი პირველ სტუდიაში. ლაოს პრობლემად რჩება საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში. ასევე არის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების უფლების დაცვას. ბრძოლა უკრაინის მომავლისთვის, დაშლილი ბარიკადები, დარბეული მედია საშუალებები და ოპოზიციის შტაბი. პროტესტი გრძელდება, პრეზიდენტი კი გამოსავალს ექს-პრეზიდენტებთან ერთად ეძებს. როგორია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომავალი გეგმები და რა გზავნილებით ჩავიდნენ უკრაინაში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. პირდაპირ ჩართვა კიევიდან, რადას დეპუტატი დავით ჟვანია და ექსპერტული შეფასებები. ხათუნა ლაგაძიძე, კახა გოგოლაშვილი და კორნელი კაკაჩია პირველ სტუდიაში. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ამ რთულ დროს ევროკავშირის უფლება და მოვალეობაა, რადგან უკრაინა ახლა ევროპისთვის უდიდეს მსხვერპლს იღებს. რამდენად დაცულია საქართველოში ადამიანის უფლებები და რა ინიციატივა აქვს სახალხო დამცველს, ჩვენ შეკითხვებს პირველ სტუდიაში სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი უპასუხებს. ბატონო უჩა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოგწანდით ჩვენთან სტუდიაში. საღამომშვიდობის მივესალმებ ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო უჩა, პირველ რიგში ვიდრე დეტალურად რაღაც მთავარ საკითხებზე, თქვენი დასკვნის მთავარ თემებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, ერთ-ერთი თემაზე მინდა გკითხოთ, რომელმაც დღეს საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია სასჯელახსრულების მინისტრის მხრიდან. ალბათ ხვდებით უკვე რასაც გულისხმობთ, ეს არის განცხადება თქვენი იმის შესახებ, რომ პრობლემას ციხეში წარმოადგენს მაყურებლის ინსტიტუტი და მათი გავლენის გაძლიერება, რაზეც სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ თქვენი მყოფებით დეპუტატ აკაკი მინაშვილის გავლენის ქვეშ და რომ არ არსებობს ამის რეალური ფაქტები. მოდით გითხარით, რა მონაცემები გაქვთ მაყურებლების გავლენების გაძლიერებასთან დაკავშირებით აი ამ კუთხით სასჯელახსრულების დაწესებულებებში? მოდით დავიწყოთ ცოტა შორიდან, იმიტომ რომ ანგარიში არის ძალიან ბევრ პოზიტიურ ტენდენციაზე საუბარი. ის რომ შემცირდა პატიმართა რაოდენობა, სისხლის სამართლის პოლიტიკა გახდა ლიბერალური. ის რომ გადატვირთულობა მოისპო რეალურად სასჯელახსრულების დაწესებულებებში. წამების და არაჰუმანური მოპყრობის არც ერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული მიმდინარე 2013 წელს. თუმცა დღეს მე-7 და მე-6 სასჯელახსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებთან დაკავშირებით მათი ადვოკატები აცხადებდნენ, იყო ეს საინფორმაციო გადაცემებში, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. იცით თუ არა თქვენ ამის შესახებ, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ან რამდენად აპირებთ რომ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია? ჩვენ წარმომადგენლები იმყოფებიან ამ დაწესებულებაში და ძალიან მალე გვექნება ჩვენ დეტალური ინფორმაცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც იყო დღეს საუბარი. მაგრამ მე რის თქმა მინდა რომ შემცირდა სიკვდილიანობა. ამუშავდა რეალურად სამედიცინო პროგრამები და ძალიან ბევრ პატიმარს აქვს შესაძლებლობა იმ ისარგებლოს იმ სერვისებით და არა მხოლოდ ციხის სამავთყოფოში, არამედ სამოქალაქო სამავთყოფოებშიც. და რეალურად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არსებობს, ძალიან ბევრი პროგრამა მოგვარდა, შეიძლება ითქვას, რომ გატარდა სერიოზული რეფორმები, მაგრამ პრობლემები არსებობს და ერთ-ერთი ასეთი პრობლემად დავასახელეთ სწორედ მაყურებელის ინსტიტუტი, რომელიც არ არის ახალი. მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტიტუტი არსებობდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში არსებობს და შეიძლება იარსებობს გარკვეული პერიოდი. ამასთან დაკავშირებით სამინისტროსაც ჰქონდა რამდენჯერმე განცხადება გაკეთებული და ეს არის კულტურა, ეს არის ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მე რამდენიმე უცხოეთის საპატიმროებშიც ყოფილი ვარ და იქაც უთქვიათ, რომ მსგავს ინსტიტუტი არსებობს. ყველგან რაღაც ფორმით არსებობს, თავარი არის რომ არ მიეცეს და რაც გარკვეული ძალა ხელისუფლების და ადმინისტრაციის მხრიდან იყოს დროული რეაგირება
და გავლენა ამ ინსტიტუტის უნდა იყოს შემცირებული და მინიმუმამდე დასული. და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ასეთი ფაქტები არის დადასტურებული. კი, თუმცა ამაზე სოზარ სუფარი აცხადებს, რომ არსებობენ, თუმცა ისინი იზოლირებული არიანო, ანუ თქვენ რისი თქმა გსურთ და რას ამბობთ, რომ ციხის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს მათი გავლენების შემცირებას? საუბარი არის და ეს ანგარიში ეხება მიმდინარე წელს. წლის განმავლობაში იყო ინციდენტები, იყო სიტუაციები, სადაც ჩვენ დავაფიქსირეთ ამ ინსტიტუტის არსებობა. სხვა საკითხია, რამდენად ძლიერია, მაგრამ მეორე პრობლემა, რაც უკავშირდება მაყურებლის ინსტიტუტს, არის ის, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში. ეს არის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე და საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს რეაგირება კონკრეტულ ფაქტებზე. მაგრამ ამ დროს, როდესაც წინა წლების განმავლობაში არ იყო საუბარი ამ პრობლემაზე და ამის დამადასტურებელი ფაქტები კიდევ მეორე არსებობს, დღეს გამოდის და რჩება შთაბეჭდილება თითქოს ეხლა გაჩნდა ეს პრობლემა. რაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ასე არ არის, ეს არის ძველი პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც სჭირდება დრო და რაც თავარი სჭირდება ნება და ეს პრობლემა არის მოგვარებადი. ნება არსებობს? ნება რამდენადაც ვიცი არსებობს, თვითონ მინისტრმაც გააკეთა ამის შესახებ რამდენჯერმე განცხადება და რა თქმა უნდა, ამ ანგარიში ვერაულიდით გვერდს, ვერცეთ იმ თემას, რომელიც შეიძლება ითქვას არ იყო მოსაწონი ამა თუ იმ თანამდებობის პირისთვის, მაგრამ კონკრეტული ინიციატივა, რეკომენდაცია უпростоრეთ თუ გაქვთ აი ამ თემის მოგვარებასთან დაკავშირებით მინისტრისთვის? ეს არის თემა, რასთან დაკავშირებითაც მე ვფიქრობ არის საჭირო დისკუსია, არის ძალიან ბევრი მეთოდი, არის ძალიან ბევრი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ბოლომდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის ძალიან ბევრ ქვეყანაში აღმოფხრილი. ყველა საკანში არსებობენ ლიდერები, ეგრეთ წოდებული ლიდერები, ვინც ცდილობენ წამყვანის ფუნქციის შეთავსებას და რაღაც გარკვეული შეღავათების მიღებას რაღაცის სანაცვლოდ და ეს სუბკულტურა ნამდვილად არსებობს ძალიან ბევრგან. ვინც იცნობს კარგად პენიტენციარულ სისტემას დამერწმუნება, რომ ეს არ არის ახალი, არაფერი განსაკუთრებული, თავარი არის, რომ იყოს მინიმუმამდე დასული გავლენა გარკვეული ასეთი ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში და არ იყოს და ხელისუფლების მხრიდან იყოს სწორედ ამის ნება, რომ მოხდეს რეაგირება კონკრეტულ ფაქტებზე და ამას არ ქონდეს მასშტაბები. თუმცა თქვენ ისაუბრეთ დადებით ტენდენციებზე, თუნდაც იმაზეც, რომ გადატვირთულობის პრობლემა მოხსნილია, არა ადამიანური მოპყრობის ფაქტები არ დაფიქსირებულა და წამების ფაქტები. გარდა ამ მაყურებლების თემისა, კიდევ რა ძირითადი პრობლემა რჩება თქვენი აზრით პენიტენციალურ სისტემაში, რაც უპირველეს ყოვლისა არის მოსაგვარებელი? თავარი არის ის, რომ ერთის მხრივ სამედიცინო პროგრამები მე ვფიქრობ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, რადგანაც მდგომარეობა ჯანმრთელობის დაცვის მხრივ არის ნამდვილად საგანგაშო ძალიან ბევრ მსჯავრდებულთან დაკავშირებით და ის საკმარისი არ არის ის რესურსები, რომელიც გააჩნია სამინისტროს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც მე ვფიქრობ მდგომარეობს რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამების არარსებობაში. ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ათასობით პატიმარი მსჯავრდებული განთავისუფლდა და ეს ადამიანები არიან დღეს დაუსაქმებელი და იმის რისკი, რომ კვლავ განმეორდეს დანაშაული, რა თქმა უნდა, არსებობს. უფრო მეტი ყურადღება სწორედ რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის მიმართულებით, მე ვფიქრობ, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროს მხრიდან. ბატონო უჩა, ასევე არ შემიძლია არ შევეხო თემას, კერძოდ კი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხს, ამას აპროტესტებენ პატიმრები, შიმშილობენ კიდეც. რა საკითხზეც, ამ საკითხზე თქვენს გაავრცელეთ განცხადება და საინტერესოა ასევე თქვენი აზრი, როგორ წარმოგიდგენიათ კომისიის შექმნა, იმის გათვალისწინებით და როგორ უნდა იმუშაოს ამ კომისიამ, როგორი უნდა იყოს, რა ფორმა უნდა ჰქონდეს, სწორედ იმის გათვალისწინებით, რა მიზეზიც დააცახელა იუსტიციის მინისტრმა, რატომაც გადაიდო ამ კომისიის შექმნა. რა თქმა უნდა, არსებობს და ეს ფინანსური მომენტი ნამდვილად არსებობს, მაგრამ არის ძალიან ბევრი საქმე, სადაც მსჯავრდებულები, ყოფილი მსჯავრდებულები არ ითხოვენ კომპენსაციას, ფინანსურ კომპენსაციას. არის სადაც საქმეები და ასეთი საქმეები არის ძალიან ბევრი, სადაც მოთხოვნა მხოლოდ საქმის გადახედვაში ან სახელის და რეპუტაციის აღდგენაზეა საუბარი და ასეთი საქმეები არის ძალიან ბევრი. არ არის დათვლილი რეალურად ის თანხა, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს და რამდენად დიდ თანხას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს კომპენსაციები, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის დაუთვლია. მოლოდინი
რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, რომ შეიქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისია, არსებობდა და ეს მოლოდინი არ იყო ჰაერიდან მოსული, ეს იყო ლეგიტიმური მოლოდინი, ამის დაპირება არსებობდა პოლიტიკური და ამის მოთხოვნა საზოგადოებაში ნამდვილად არსებობდა. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში იყო სერიოზული კითხვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. რის პასუხი რაც მივიღეთ, ხო, მე ვფიქრობ, არ არის მთლად ასე ვთქვათ, არგუმენტირებული, რადგანაც ფინანსური ნაწილი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია მოიფიქროს რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ ეს თუნდაც კომპენსაციების თემა იყოს გარკვეულწილად გაწერილი დროში, რომ არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს ერთჯერად და მთავარი არის პოლიტიკური ნება, ისევ მივდივართ პოლიტიკურ ნებასთან, რომ ეს პროცესი დაიწყოს, რადგანაც ამ პროცესის გაჩერებას, მე ვფიქრობ, მოყვება უფრო მეტი პრობლემა, უფრო მეტი რისკები ქვეყანაში, თუნდაც სტაბილურობის თვალსაზრისით და ეს მიმდინარე პროცესები და პროტესტის ტალღა, რომელიც არის დაწყებული, არის ერთ-ერთი ასეთი ნიშანი. და მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს პოზიცია და დაჩქარებულ ტემპებში უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმი. წარმოადგინოს რაღაც გეგმა, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი ხედვით ეს კომისია. და იგივე თომას ამარბეგის რეკომენდაციაც არის ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია, რომ რაღაც ფორმა უნდა შეიქმნას. შესაძლოა ეს იყოს მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისია, შეიძლება სხვა ფორმა, მაგრამ რაღაც მექანიზმი ქვეყანაში უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადახედვა და ეს არის ნამდვილად მოლოდინი. არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ არის ასევე ჩვენი მოლოდინი და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მთავრობის მხრიდან ინიცირება ამ კანონპროექტის, ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ჩვენ მიმართავთ პარლამენტს, რათა პარლამენტმა დაიწყოს უკვე დისკუსია კანონპროექტზე, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისიის შექმნას. გასაგებია. ასევე თქვენს ანგარიში დაფიქსირებულ სხვა თემებსაც რომ შევეხოთ, თქვენ აღნიშნავთ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყო რამდენიმე შემთხვევაში მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩატარების უფლება, 17 მაისის აქცია და ასე შემდეგ. რას უკავშირებთ თქვენ აი ამ პრობლემას? ეს არის პოლიტიკური ნება ხელისუფლების თუ რაღაც სხვა მიზეზებს ხედავთ ამ შემთხვევაში? სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, რომ დაიცვას და უზრუნველყოს კანონით გარანტირებული შეკრების და მანიფესტაციის უფლება. ეს გარკვეულ შემთხვევებში არ იყო დაცული. შესაძლოა ეს იყო მომზადებელობის გამო და არავინ ელოდა შესაძლოა იმ შედეგებს, რაც შეიძლება დამდგარიყო, ან იმ ფორმებს და იმ მასშტაბებს, რაც თუნდაც 17 მაისის კონტრაქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა გარკვეულ სიტუაციებში ეს ვალდებულება. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვახსენეთ და რა უფლება არ ქონდა აგვევლო გვერდი ამ თემისთვის და ხელისუფლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ეს არის ვალდებულება მათი და ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების გარანტირება თითოეული მოქალაქისთვის. და ასევე იყო საკითხი ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან პარტიული ნიშნით, თქვენ ესეც დაასახელეთ პრობლემად. ტენდენცია როგორია აი ამ კუთხით თუ შეგვიძლია გვითხრათ წლის დასაწყისიდან დღემდე როგორ შეიცვალა ეს მონაცემები? საუბარი არის რამდენიმე ასეულ ადამიანზე, შეიძლება სულაც ეს 1000-ზე მეტიც იყოს, თუმცა ტენდენცია უფრო მეტად იყო წლის დასაწყისში და გასული წლის დასაწყისში, გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში. გარკვეულწილად ეს ტენდენცია შენელდა, თუმცა ეს ტენდენცია როგორც ასეთი არსებობს. საუბარი არის იმაზე, რომ განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილები იყო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ან საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე და ამდენადაც იკვეთება რეალურად დარღვევები და საუბარი არის ზედმეტად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც მოხდა უმეტესად საჯარო მოხელეების განთავისუფლება. ეს არსებობს, ეს არის რეალურად პრობლემა. ეს პრობლემა არსებობდა წლების წინათ, სამწუხაროდ ეს პრობლემა კვლავ არსებობს. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საჯარო მოხელის განთავისუფლებას, იყოს არგუმენტირებული და მოქმედებდეს კანონის ჩარჩოებში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი, მე არ გამოვრიცხავ, რომ იყოს უკანონოდ განთავისუფლებული. ჩვენ რამდენიმე მოქალაქესთან დაკავშირებით უკვე მიმართეთ შესაბამის თვითმმართველობებს და შესაბამის სტრუქტურებს, რათა მოხდეს ამ ადამიანების აღდგენა სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ დაერღვა უფლებები. და ასევე ვსწავლობთ ძალიან ბევრ საქმეს და ეს შეიძლება ითქვას ერთ-ერთ სამწუხარო ტენდენციად კვლავ რჩება
მიმდინარე წლის განმავლობაში. და მე ვახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენი ინიციატივის შესახებ, თქვენ გამოხედით ინიციატივით, რომ შეიქმნა სპეციალური ორგანო, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეისწავლის. რატომ თვლით, რომ საჭირო არის აი ასეთი დამატებითი ორგანოს შექმნა და რას გულისხმობს კონკრეტულად ეს ინიციატივა? საუბარი არის იმაზე, რომ ერთ-ეგივე უწყება არ უნდა იძიებდეს საკუთარი თანამშრომლის შეაძლო გადაცდომის თუ დანაშაულის გამოძიებას და უნდა ხდებოდეს უფრო დამოუკიდებელი ორგანოს მხრიდან ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესწავლა. ეს ეხება როგორც შინაგან საქმეთა მუშაობაში თქვენ რამე ხარვეზებს ხედავთ და სწორედ ამას უკავშირდება თქვენი ინიციატივა ბატონო უჩა. რა თქმა უნდა, იყო ასეთი ფაქტები და სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით არის ჩვენი რეკომენდაციაც. იყო თუნდაც დავასახელებთ თუნდაც ერთ მიქაუტაძის საქმეს და ჩვენი მოთხოვნით სხვათა შორის საქმე, რომელსაც თავიდან იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, გადაეცა პროკურატურას, ანუ სხვა უწყებას. და ეს არის ნამდვილად საერთაშორისო ვალდებულებების მოთხოვნაც და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაც მოქმედი კანონმდებლობისას დაარსებულ სპეციალური ბრძანებაა, რომ ერთ და იგივე სტრუქტურამ არ უნდა გამოიძიოს საკუთარი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დანაშაული, არამედ უნდა არსებობდეს სხვა უწყების მხრიდან დანაშაულის გამოძიებისთვის გარკვეული პირობები. დღეს არანაირი სტრუქტურა ასეთი არ არსებობს, ყველა უწყებას საკუთარი გენერალური ინსპექცია ყავს, რომელიც იძიებს. ეს შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელ ახსოვებთ დაწესებულებებს, თავდაცვის სამინისტროს თუ ასე შემდეგ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სტრუქტურა, უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხით სარგებლობდეს სტრუქტურა, იმისათვის რომ დაწყებული გამოძიებები იყოს მაქსიმალურად ობიექტური და რეალურად დადგეს შედეგი და გაირკვეს სიმართლე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. და რამდენ ხანში უნდა შეიქმნას ასეთი სტრუქტურა? ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რეკომენდაცია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ეს ორგანო, ვინ უნდა შევიდეს, ვინ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, ვინც გამოიძიებს აი ამ საქმეებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ? ეს არის ჯერჯერობით დისკუსიის საგანი, მე ვფიქრობ ალბათ გვაქვს ჩვენ დრო იმისათვის, რომ უფრო კარგად გავაანალიზოთ გავეცდოთ სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციებს და შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს საკითხი იყო და დგას კვლავინდებურად სამართალდამცავ ორგანოების მუშაობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად. გვახსოვს ასევე ძალიან ბევრი ფაქტები წლების განმავლობაში, როდესაც არ ხდებოდა სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ კონკრეტული საქმის და გამოძიების დაწყება და დაუსჯელობის სინდრომი მკვიდრდებოდა ქვეყანაში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავიწყოთ დისკუსია ამ საკითხზე, სწორედ ამიტომ შემოგვაქვს ჩვენ ანგარიში ეს თემა და ეს საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლომდე, როდესაც ჩვენ უკვე საპარლამენტო ანგარიშს წარვადგენთ უფრო სრულყოფილი სახით, მთელი წლის განმავლობაში მოხდა მოვლენებთან დაკავშირებით, გვექნება უფრო ნათელი ხედვა და ნათელი სურათი, თუ რა და როგორ შეიძლება მოხდეს. მანამდე მე ვფიქრობ, ხელისუფლებას ჩვენ გარკვეულ დროსაც ვაძლევთ იმისათვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს და გარკვეული მოდელი შემუშავდეს იმისთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ასეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა. და კიდევ ერთი თემა, რომელსაც რა თქმა უნდა გვერდს ვერაულით ჩვენს ახლა ამ სტუდიაში, ეს არის არაერთი ხმაურიანი ინციდენტი, ბოლოდროინდელი, განსაკუთრებით რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტებს გულისხმობთ. თქვენს ანგარიშშიც, აი ამ დოკუმენტშიც არის ასახული ეს ფაქტები, კერძოდ თქვენ შეეხეთ ჭელას, სამთაწყაროს, წინწყაროს, ციხისძირისა და ასე შემდეგ აი ამ თემებს და ინციდენტებს. როგორია თქვენი რეკომენდაცია? უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე უთანხმოება არ გახდეს და არ იყოს სერიოზული პრობლემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება შეუწყნარებლობის აქტიური გამოვლენა, მოხდეს პრეცედენტი, როდესაც თუ მოხდება სადმე რაიმე დანაშაული თუ გადაცდომა, რეაგირება იყოს ადეკვატური და დროული, არ იყოს დაგვიანებული, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ზოგადად ტოლერანტობის კულტურის ამაღლება და გარკვეულწილად საგანმანათლებლო სამუშაოები, მათ შორის საჯარო მოხელეთა და სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებს შორის. მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი ლაფსუსი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, იმისათვის, რომ ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები. მე ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ ყოველთვის მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ ინფორმაციაზე, ნებისმიერ ინციდენტზე, რომელიც შესაძლოა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევებში ჩვენ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც დაუსჯელობით მოხდება წახალისება დანაშაულის და კვლავ ახალი კერები შეიქმნება მსგავსი დაპირისპირების. მე მივესალმები სპეციალური საბჭოს შექმნას, უწყებათა შორის საბჭოს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა უწყებებს იმისათვის, რომ მოხდეს
ამ თემებზე ერთგვარი კოორდინაცია ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებს შორის და ეს პროცესი მე ვფიქრობ არის დასაწყები. შეიძლება ითქვას რომ ეს დაგვიანებულიც არის ცოტა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია რომ მთავრობის დონეზე მოხდეს კოორდინაცია, ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა, რომელიც უკავშირდება მსგავს ინციდენტებს. როგორია სახალხო დამცველის ოფისის როლი აი ამ ყველაფერში? რას აკეთებს თქვენი ოფისი იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად შემწყნარებლური, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების და უმცირესობების მიმართ თუნდაც? სახალხო დამცველის აპარატთან არსებობს ტოლერანტობის ცენტრი და ზოგადად ჩვენ საქმიანობაში დიდი ადგილი უკავია ასევე განათლებას ადამიანის უფლებების თემებზე, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას, შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, რაც თავარია, ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მონიტორინგს მსგავს შემთხვევების. ჩვენი მიზანი არის, რომ მოხდეს უფრო მეტად სხვადასხვა უწყებების მხრიდან ამ თემებზე უფრო მეტი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, რაც მე ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რეგიონებში და ჩვენ ამ მიზნით არაერთი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული, ჩვენი მიზანი არის, რომ სწორედ მოსახლეობას ჰქონდეს და კარგად იცნობდეს საკუთარ კონსტიტუციას, კანონმდებლობას, რომ კონსტიტუციაში არის ყველა თანასწორი, რომ მრავალფეროვნება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ეს არის სიმდიდრე და ჩვენ ეს სიმდიდრე უნდა გამოვიყენოთ და არა პირიქით. რომ საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ სწორედაც რომ ქვაკუთხედია ქვეყანაში ეს მრავალფეროვნება. ეს არის ის საფუძველი, რასაც ეფუძნება ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო და დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით ნებისმიერი ჯგუფის არის, მე ვფიქრობ, დაუშვებელი და სწორედ ამიტომაც არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ საგანმანათლებლო და განათლების როლი განსაკუთრებულია სწორედ ამ პროცესში. როგორ ფიქრობთ, ეს მოაგვარებს საბოლოოდ ამ პრობლემას და თქვენი აზრი მაინტერესებს ასევე, რატომ გახდა აი ეს თემები, რაზეც ახლა საუბრობთ ჩვენ, ბოლო დროს ასეთი აქტუალური? როგორ გგონიათ? ეს რა არის, მე არ ვფიქრობ, რომ ბოლო დროს გახდა, ეს თემები ყოველთვის იყო, მახსოვს ძალიან ბევრი კონკრეტული საქმე, ინციდენტები. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი ანგარიშიდან ერთ-ერთი ციტატა 2009-2011 წლებში რელიგიური შეუწყნარებლობის 40 ფაქტი იყო დაფიქსირებული სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან. საუბარი 2009-2011 წლებზე, 3 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ ინციდენტებზე საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონია. ანუ იყო დრო, როდესაც მედია ნაკლებად ინტერესდებოდა ამ საკითხებით. ანუ ხდებოდა, თუმცა ინფორმაცია არ იყო ასე გახმაურებული, როგორც ახლა. ის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის არის ცნობილი, სწორედ ამას მეტყველებს, რომ ასეთი ფაქტები არსებობდა, შეიძლება განკლების სიმწვავით, მაგრამ მსგავს ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. დღეს გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალ გარემოში ცხოვრობს და შეუძლია ისაუბროს ყველა პრობლემაზე და მედიაც შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლების ხარისხი უფრო გაიზარდა ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ ამანაც შეუწყო ხელი გარკვეული საკითხების უფრო მეტად გაშვებას, ვიდრე წინა წლებში, იმიტომ რომ იყო ნამდვილად ძალიან ბევრი ასეთი საქმე. და ეს ანგარიშები არის წინა სახალხო დამცველის პერიოდში შემუშავებული ანგარიშები, სადაც სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი. ანუ ეს ახალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რაღაც განსაკუთრებული არ დაწყებულა ახლა. თქვენს ანგარიში ამ დოკუმენტში ასე თავებად არის გამოყოფილი რამდენიმე თემა და ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედეგებს შიც მოხდა ერთ-ერთი თემა, ეს არის ამ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად კვლავ რჩება ოჯახური ძალადობა და გამოკითხულთა 34.6% ამართებს კიდეც აი ამგვარ ძალადობას. თქვენი აზრით რა უნდა გააკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდეს აი ამ კუთხით და აი ეს მაჩვენებელი არ იყოს, რომელიც დაფიქსირდა თუნდაც გაეროს კვლევაში? ამ ხრივ მე ვფიქრობ არის მნიშვნელოვანი როგორც პრევენცია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. და რაც თავარია, ისე უბრუნდებით პრეცედენტებს. უნდა შეიქმნას კონკრეტული პრეცედენტები, როდესაც კონკრეტული დანაშაულისთვის ვიღაც აგებს პასუხს. თუ საზოგადოებაში არ იქნება მსგავსი პრეცედენტები, ყოველთვის არსებობს რისკი იმის, რომ მსგავსი დანაშაული გამეორდეს და ეს ეხება ნებისმიერ სფეროს, ნებისმიერ საკითხს. თუმცა მე ვფიქრობ, იგივე მედიის როლი, საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების როლი და ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მე ვფიქრობ, ის დასკვნა, რომელიც გაერომ გამოაქვეყნა, მე ვფიქრობ, არავისთვის განსაკუთრებული და უცხო არ ყოფილა. ამის შესახებ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს ოფისში გვაქვს ინფორმაცია, არის ძალიან ბევრი მსგავსი საქმეები, რაზეც სახელმწიფოსთან არსებული სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი მუშაობს აქტიურად.
და შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა დგას, მაგრამ მას სჭირდება გამოსწორება და გამოსწორება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მოხდეს ერთ დღეში. ეს ალბათ არის უნდა გახდეს შედეგი იმ ვრცელი პროცესის, სადაც უნდა ჩაერთოს საზოგადოების მაქსიმალურად მეტი ჯგუფი, მაქსიმალურად მეტი ფენა. და კიდევ ერთი აქტუალური თემა ბოლოდროინდელი, ასევე ეს არის ფარული ჩანაწერების განადგურება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ვადაში მოხერხდება ამ ჩანაწერების განადგურება და რამდენად დაცულია დღეს მოსახლეობა მსგავსი თვალთვალისაგან და მსგავსი ფაქტებისგან? მიმდინარე წელს პირველად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ზოგადად ხელისუფლების მხრიდან იმის აღიარება, რომ მსგავსი უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა. 100-ზე მეტი ვიდეო ფაილი იქნა განადგურებული იმ კომისიის მიერ, რომელიც შეექმნა რამდენიმე თვის წინ. თუმცა ნაწილი ისევ გასანადგურებელია, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. და ნაწილი დარჩენილია და როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ნადგურდება გარკვეული ნაწილი, მაგრამ კანონმდებლობა სამწუხაროდ რჩება იგივე. ამიტომაც საუბრობთ, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს მაქსიმალურად დაახლოებული თანამედროვე სტანდარტებთან. ის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც სამძებრო ოპერატიული საქმიანობის შესახებ არსებობს საქართველოში, მაქსიმალურად ხელს უწყობს და მაქსიმალურად მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს სამართალდაცავი ორგანოების წარმომადგენლებს და ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაიმედებული კარგ პოლიციელზე, რომელსაც აქვს უფლება და მათ კეთილ ნებაზე, სწორედ ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ უნდა დაიწყოს რეალურად ცვლილების შეტანა ამ კანონმდებლობაში. რომ იყოს, რა თქმა უნდა, სამართალდაცავ ორგანოებს უნდა გქონდეთ გარკვეულ სიტუაციებში წდომა გარკვეულ ინფორმაციაზე, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეული გარანტიები, რომ პირადი ცხოვრება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იყოს ნამდვილად რეალური ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაარეგულირებს დღემდე დაურეგულირებელ საკითხს. და ეს არის მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი. თავის მხრივ ასევე გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს, მე ვფიქრობ, უნდა მივიდეს გარკვეულ შედეგამდე. და წინა კვირას, გასულ კვირას მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის შესახებ მუშაობა დაანონსა, ამის პრეზენტაცია გაიმართა. თქვენი შეფასებით როგორ ფიქრობთ, აი ეს დოკუმენტი და ასეთი სტრატეგიის არსებობა რამდენად გააუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობას საქართველოში? ერთ წლის წინ, როდესაც მე სახელმწიფოდ ამერჩიეს, სწორედ პროგრამაში მქონდა პირველ პუნქტად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ძალიან კარგია, რომ დღეს უკვე ეს იდეა აღარ არის იდეა, უკვე შეიძინა რეალური შინაარსი და დაწყებულია მუშაობა და ძალიან ბევრი სტრუქტურები არიან, სახელმწიფო სტრუქტურები ჩართული ამ პროცესში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს გარკვეული ჩარჩო, გარკვეული გეგმა და სახელმწიფოს უნდა გქონდეს ხედვა, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი ადამიანის უფლების თვალსაზრისით. წლების განმავლობაში ადამიანის უფლებები არ იყო პრიორიტეტი, პრიორიტეტი იყო სხვა რამ. ამჟამად საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს პრიორიტეტი ქვეყანაში და ამისათვის ეს რომ არ დარჩეს ფარატინა ქაღალდად, სწორედ არის საჭირო სტრატეგია და საჭირო არის კონკრეტული გეგმა, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, სადაც იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა უწყების როლი, მონაწილეობა და ასევე იქნება ის ინდიკატორები თუ როგორ უნდა შეფასდეს, რამდენად არის ხელისუფლება ერთგული იმ დეკლარირებული პრინციპების, რომელსაც აცხადებს. და ამ მხრივ მე ვფიქრობ, ეს ჩარჩო და ეს ზოგადად ეს გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოვახდინოთ მონიტორინგი ქვეყანაში და უფრო უკეთ წარმოჩინდეს ის თუ საით მიდის ქვეყანა, რამდენად რეალურია ქვეყნის ნაბიჯები, იგივე ევროკავშირისკენ რამდენად რეალური არის იმ დეკლარირებული უფლებები და ფასეულობები, იგივე თანამედროვე ფასეულობები, დემოკრატიული ფასეულობები ქვეყნისთვის, სწორედ ამის შესაძლებლობას მოგცემს ეს კონკრეტული გეგმა, რომ მოვახდინოთ ამის შემოწმება. და მაინც ბოლოს ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იქნება, ბატონო უჩა, თუ შეგიძლიათ კონკრეტულად მითხრათ, რა თქმა უნდა, აი რაღაც კონკრეტული პუნქტები რომ ჩამომიყალიბოთ, სად არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მეტი პრობლემა დღეს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ დღეს აღნიშნეთ, რომ ეს წელი მაინც ნაკლებად დრამატული იყო ამ კუთხით, რომ მაინც სად რჩება პრობლემა თქვენი აზრით?
პრობლემები არის ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ შეიცვალა, შეიძლება თქვას, რომ არის ძალიან ბევრი პოზიტიური ტენდენცია. არსებობს და ამაზე ვისაუბრე შეუწყნარებლობის გამოვლენა უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რომელზეც კვლავ არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ჩარჩო, საკუთრების უფლება, შეიძლება ითქვას, და იგივე მართლმსაჯულების ხარვეს დამდგენი კომისია და ის მოლოდინი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს რეალურად მუშაობა. იგივე წამების ფაქტების არასათანადო გამოძიება შეიძლება ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ჩაითვალოს. პრობლემები, რომელიც უკავშირდება სამართალდაცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, შესაძლო დანაშაულის, ჩადენილ დანაშაულს, ასეთ ფაქტებს. საუბარი არის ასევე იმაზე, რომ ზოგადად ხდება ქვეყანაში ძალიან გვიან რეაგირება კონკრეტულ ფაქტებზე. სასამართლო სისტემა კვლავ არ არის ბოლომდე თავისუფალი და დამოუკიდებელი და სჭირდება მართლმსაჯულებას გარკვეული დრო იმისათვის, რომ რეალურად გახდეს მართლმსაჯულება და იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, პროფესიონალური და ამ მიმართულებითაც მე ვფიქრობ არის ძალიან ბევრი ხარვესი და ძალიან ბევრი პრობლემა და ამ მიმართულებით იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში რეალურად ეს პროცესი, რომელიც დაიწყო, გაგრძელდება და ჩვენ მომავალ წელს გაცილებით უფრო მეტი შედეგი ექნება, მე ამის დიდი იმედი მაქვს. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა იქნება კიდევ უფრო პოზიტიური, ანუ უფრო პოზიტიურ ტენდენციებზე შეგვეძლება მე და თქვენ საუბარი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. მე გემშვიდობებით, გადაცემაში კი რეკლამის დროა, რომლის შემდეგაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სტუდიაში ექსპერტები შეაფასებენ. კიევიდან კი პირდაპირ სატელეფონო ხაზზე გვეყოლება რადას დეპუტატი, ასე რომ დაგველოდეთ, რამდენიმე წამში დავბრუნდებით, უფრო სწორედ წუთში დავბრუნდებით ეთერში. ბრძოლა უკრაინის მომავლისთვის, დაშლილი ბარიკადები, დარბეული მედია საშუალებები და ოპოზიციის შტაბი. პროტესტი გრძელდება, პრეზიდენტი კი გამოსავალს ექს-პრეზიდენტებთან ერთად ეძებს. როგორია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომავალი გეგმები და რა გზავნილებით ჩავიდნენ უკრაინაში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. პირდაპირ ჩართვა კიევიდან, რადას დეპუტატი დავით ჟვანია და ექსპერტული შეფასებები. ხათუნა ლაგაძიძე, კახა გოგოლაშვილი და კორნელი კაკაჩია პირველ სტუდიაში. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ამ რთულ დროს ევროკავშირის უფლება და მოვალეობა, რადგან უკრაინა ახლა ევროპისთვის უდიდეს მსხვერპლს იღებს. საპროტესტო აქციები უკრაინაში და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები რა ხდება და რა მოხდება, ამის შესახებ დღეს ჩვენ სტუდიაში ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელებთ, ასევე რამდენიმე წუთში კიევიდან პირდაპირ ეთერში რადას დეპუტატი დავით ჟვანია ჩაგვერთვება. პირველ რიგში კი ჩემი სტუდიის სტუმრებთან განვაგრძობ საუბარს, უბრალოდ დავიწყებ საუბარს. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში და წარმოგიდგენთ სტუმრებს. ესენი არიან ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკის ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი. უკრაინა, რომელიც თითქმის 3 კვირაა რაღაც ძალიან ცხელ ამბად რჩება, მე მგონი მსოფლიო მედიისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან თუ რა გავლენები შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ ამაზე გვისაუბრია კიდეც არაერთხელ თქვენთან ერთადაც და თქვენს გარეშეც ამ ეთერში. მოდით შევაფასოთ კიდევ ერთხელ არსებული ვითარება უკრაინაში რა ხდება, რამდენად აქვს ერთის მხრივ ოპოზიციას და ასევე მეორეს მხრივ ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ განმუხტოს გარკვეულწილად ვითარება და მდგომარეობა ქვეყანაში. მოდით ქალბატონით დავიწყოთ, ქალბატონ ხათუნას მივცეთ პირველ რიგში სიტყვა. მოგესალმებით. უკრაინაში განვითარებული მოვლენები საინტერესოა არა მხოლოდ უშუალოდ უკრაინის ბედისთვის, ამაზე ბევრი საუბრობს, არამედ დიდწილად დამოკიდებულია იქ განვითარებულ პროცესებზე ევროპის მომავალი არქიტექტონიკა, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ რუსეთის გარშემო ფორმირებადი ეკონომიკური, ჯერჯერობით ეკონომიკური სივრცე, ზოგადად ამერიკის როლი ამ რეგიონში და ამ ყველაფრის ეპიცენტრში ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში საქართველოს როგორ შეიძლება ამ შედეგებით ისარგებლოს, ან პირიქით როგორ შეიძლება აისახოს ეს შედეგები საქართველოზე. მე სხვა რაკურსით გავამახვილებდი ყურადღებას დღეს ითქვა იმის თაობაზე, რომ უკრაინაში იჭედება ახალი ევროპის ისტორია თუ ბედი
და ბოლო პერიოდის სწორედ დასავლური პრესაა ძალიან საინტერესო, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული და იქ პირდაპირ არის ხაზგასმული იმაზე, კერძოდ რომ ეს არის ბოლო წლების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ყველაზე ნაკლებად არის გამოხატული ამ რეგიონში. ყოველ შემთხვევაში ღიად ჩვენ ვერ ვხედავთ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ისეთ აქტიურობას უკრაინასთან უკრაინაში განვითარებულ პროცესებში, როგორც მას ჩვევია ხოლმე, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ვიქტორია ნულანდი დღეს ჩავიდა. გასაგებია, მაგრამ სწორედ ძირითადად ევროპული მედია, ასე ვთქვათ, წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დიდწილად მარტონი არიან დღეს, ასე ვთქვათ, ევროპის ბედის გამოჭედვის საქმეში და უკრაინის, უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი დიდი ნაწილი მიპყრობილია აზიისკენ, ახლო აღმოსავლეთისკენ, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისკენ და ზოგადად გასაგებია, რომ ყველასი და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების რესურსებიც არის შეზღუდული და იმ პირობებში, როდესაც ამერიკის მთელი ინტერესი მიპყრობილია სირიისა და ირანის თემისკენ და როდესაც მას ამ ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებით ჭირდება რუსეთის მხარდაჭერა, საინტერესოა სამი კვირის წინ გამოქვეყნდა მადლენ ოლბრაიტის და ივანოვის ერთობლივი მიმართვა საკუთარი ქვეყნების პრეზიდენტების მიმართ, სადაც სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ დღეს ამ ორი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების კვეთა ხდება სირიასა და ირანში და ყველა დანარჩენი ინტერესი უნდა დაექვემდებაროს მეტნაკლებად აი ამ ორ მიმართულებას. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება ამისი გამოძახილიც იყოს ამერიკის პასიურობა გარკვეულწილად. მე რატომღაც დამრჩა ერთგვარად შთაბეჭდილება, რომ იგივე ევროპისა და ამერიკის ნაკლები აქტივობა მანამ სანამ იანუკოვიჩი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, შეიძლება სწორედ ამით იყო განპირობებული, მათ ჭირდებოდა რუსეთის თანხმობა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით და დღეს რეალურია ის, რასაც აფასებენ, რომ უკრაინაში სწორედ უკრაინელების ხელით წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის მომავალი არქიტექტონიკის ბედი და თუ იქ რეალურად მივედით იმ პროცესებამდე, რომ უკრაინაში გაიმარჯვა პროდასავლურმა კურსმა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ უკრაინელი ხალხის დამსახურება. კარგით, მოდით ამ გავლენებზე მე თქვენთან აუცილებლად განვაგრძობ საუბარს, მანამდე მინდა ბატონ კორნელისთან გადავიდე შეკითხვით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი შეფასებაც მაინტერესებს არსებული ვითარების და ჩემ შეკითხვაზე პასუხი თქვენგანაც მინდა მივიღო, ანუ რამდენად არის ახლა რესურსი იმისი, თქვენ რამდენად ხედავთ, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, იგივე ხელისუფლების მხრიდან, რომ ვითარება განიმუხტოს და გარკვეულწილად რაღაც ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდეს და მზად არის თუ არა თუნდაც ხელისუფლება, რომ წავიდეს გარკვეულ დათმობებზე, იმის გათვალისწინებით სწორედ, რომ დღეს უკვე გაკეთდა გარკვეული განცხადებები ამასთან მიმართებაში, კერძოდ ის, რომ ხვალ ბრიუსელში გაემგზავრება დელეგაცია, რომ კვლავ განახლდეს აი ამ ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესი, რომ სავარაუდოდ შესაძლოა მარტში მოეწეროს მას ხელი და ასე შემდეგ. ზოგადად თუ გადავხედავთ თქვა ბოლო დღის თქვა ვითარებას პრინციპში ჩანს რომ იანუკოვიჩის ხელისუფლება ცდილობს რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს, ანუ პრინციპში ის მზად არის რაღაცნაირად გარკვეულწილად დათმობისკენ, თუმცა ის ცდილობს რომ ეს გააკეთოს არა თქვა ისე რომ თითქოს ზეწოლას განიცდის ამ მომიტინგებისგან, არამედ ის ცდილობს თქვა ამ შემთხვევაში მოირგოს მანტია და გარკვეული რაღაც ეროვნული კონსენსუსის ბაზაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სურს რომ თუნდაც თქვა ის დელეგაცია რომელიც ბრიუსელში მიდის, ну რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს და ამის დადასტურება თუნდაც ის რომ ის შეხვდა ყოფილ პრეზიდენტებს მათთან ერთად ასე თქვა რაღაც შეიმუშავეს კრიზისის დაძლევის გზები, თუმცა ჩვენ არ ვიცით რამდენად ეფექტური იქნება ის და რამდენად გულწრფელი არის თვითონ იანუკოვიჩი ამ გადაწყვეტილებებში და თვითონ ამ დელეგაციას ასევე რა მანდატი აქვს, ჩვენ ვიცით რომ პრინციპში ვერავით არ თქვა ესეთი გადაწყვეტილებას ეს დელეგაცია ვერ მიიღებს, უბრალოდ შეიძლება ну როგორც ყოველ შემთხვევაში იანუკოვიჩის განცხადებიდან ჩანს დელეგაციის მთავარი მიზანია რომ რაღაცნაირად მოხდეს მინიმიზაცია იმ თქვა დანაკარგისა რისკებისა, რომელიც ეკონომიკურზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, რომელიც უკრაინას ემუქრება ბჭყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ის ამ ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს და თვითონ ეს ფორმულირება არის ძალიან ბუნდოვანი, იმიტომ რომ ну გასაგებია რომ რაღაც ინტერესები თქვა ეკონომიკური უკრაინას აქვს, გამომდინარე იქიდან ეს არის დიდი სახელმწიფო, რომელსაც აქვს გარკვეული ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ თვითონ ესეთი ბუნდოვანი რაღაც ფორმულირებით ამ დელეგაციის გაშვება, მე მგონი გასაგებია რომ
რომ ალბათ იმ შედეგს ვერ მოიტანს, რაც თქვათ უკრაინელ ხალხს ჭირდება. თუმცა ეს შეიძლება იყოს გარკვეული რაღაც მანევრირება იმისათვის, რომ რაღაც ყურადღება გადაიტანოს და თქვათ იქნებ მოახერხოს აი ამ თქვათ მომიტინგეების რაოდენობა ჩვენ ვიცით ყოველდღე იზრდება და ნუ რაღაცნაირად დროს შეამციროს, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია თქვათ რომ ნუ აი ესეთი თქვათ ყოველ შემთხვევაში ცდელობას იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან აშკარად არის. თუმცა ერთი არის ცდელობა და თქვათ მეორე არის თუ რამდენად იმოქმედებს ეს ისედაც დამუხტულ სიტუაციაში, იმიტომ რომ სიტუაცია ფაქტიურად ყოველ საათში იცვლება და ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვათ ძალიან ბევრი დასავლეთის ლიდერი ჩავიდა იქ და ასევე იყო დღევანდელი შეხვედრები, ნიკეტრი ნეშტონი, ვიქტორია ნულანდი და გამოხმაურებები, რომელიც ყოველდღიურად არის აი ამ უკრაინის თემასთან დაკავშირებით, სწორედ დასავლელი და ევროპელი ლიდერებისგან. და ასევე საინტერესო არის ამ შემთხვევაში თვითონ გერმანიის როლი. ჩვენ ვიცით, რომ გერმანია ზოგადად თავს იკავებს საერთოდ ისეთი ჟესტებისგან, რომელიც რაღაცნაირად მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ გასაოცარი არის, რომ თვითონ გერმანიის ხელისუფლება ცდილობს და გარკვეულწილად რაღაც კონსულტაციები ქონდა უკვე ოპოზიციასთან და ეს არის ну ასე თქვათ ალბათ მისასალმებელი, თუმცა ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, რომ თუ რამდენად იქნება თქვათ ზოგადად მდგრადი ევროკავშირის და მათ შორის გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის თქვათ პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში, ჯერჯერობით ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად და ამაზე ბატონი კახა უფრო დაწვრილებითი საუბრებს, ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი არის ნორმატიული აქტორი, მას არ აქვს მხოლოდ რბილი ძალა და მას არ აქვს თქვათ ეს ეგრეთ წოდებული ხისტი ძალა, რომელიც გააჩნია რუსეთს. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში არ ჩანს რუსეთის პირდაპირ პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მოვლენებს ადევნებენ თვალყურს და აქედან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ეს არის რამდენად შეძლებს ევროკავშირი თქვათ იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია დაიძაბა და თქვათ აშკარა კონკურენციაში შევიდა რუსეთის ინტერესებთან და თუ რუსეთის დადგა მყარად, აი ამ შემთხვევაში რამდენად შეძლებს ევროკავშირი შეინარჩუნოს ის პოზიცია, რომელიც მას დღეს უჭირავს. იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ მას არ აქვს ეს ხისტი ძალა, განსხვავებით თქვათ შეერთებული შტატებისგან, რომელიც პირიქით თვითონ არის თქვათ გარანტი ევროპის უსაფრთხოების. გასაგებია. და ბატონ კახასაც რომ მივცეთ საშუალება გამოთქვა საკუთარი აზრი, დასავლელი ლიდერების ვიზიტი ვახსენეთ და ახსენეს შემასტუმრებმაც, თქვენი აზრით ბატონო კახა, აქვს დღეს დასავლეთს იმის რესურსი, რომ რაღაც გარკვეული გავლენა მოახდინოს თუნდაც პროცესებზე? მე მგონი დასავლეთი გავლენას პროცესებზე ახდენს არა ესე მყისიერად. ძალიან სწორად იყო მე მგონი ნათქვამი ბატონი კორნელის მიერ, რომ რბილი ძალა ევროკავშირი რომელსაც იყენებს, რბილი ძალა გულისხმობს იმას, რომ ეს ძალა არა მარტო ამ მომენტში არ არის, ვთქვათ, რაღაც არა მარტო ეს ძალა არ წარმოადგენს რაღაც ხისტი მეთოდებით მოქმედების რაღაც ინსტრუმენტებს, არამედ ის რომ ის გაწელილია, ეს რბილი ძალა როგორც წესი გაწელილია დროში, ის ნელ-ნელა ტრანსფორმაციას უწყობს ხელს, სიტუაციის ცვლას, გარემოს ცვლილებას და ასე შემდეგ. მე მგონია რომ ეხლა ამ მომენტში, ანუ აი ამ დროში გაწელილია. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლეთმა თავისი რბილი ძალით გააკეთა უკვე იმდენი რომ ეხლა არ ჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევის გამოჩენა, არც რაღაც ხისტი მეთოდების გამოყენება ჭირდება, მართალია იყო რაღაც განცხადებები, რომ თქვა სამხრეთის ნაკადთან დაკავშირებით, თქვა რუსეთთან მიმართებაში, რომ მათ გააჩნიათ რაღაც კონკრეტული, ესე ვთქვათ, კონკრეტული რესურსები იმისათვის, რომ თითქოს რუსეთი შეაშინონ, მაგრამ ეს ამის გამოყენება არ არის საჭირო, იმიტომ რომ ელემენტარულად ევროკავშირმა მიაღწია იმას და არა მარტო ევროკავშირმა, ამაში ამერიკაც გვერდზე უდგა ყოველთვის ევროკავშირს, რომ შეცვლილია მენტალიტეტი უკრაინელი ხალხის. მათი დასავლური ორიენტაცია უკვე აღარ ექვემდებარება არანაირ კითხვის ნიშანს. როგორ ფიქრობ, მაგრამ ერთიანია უკრაინელი ხალხი, აი ამ მოთხოვნებში თუნდაც, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ მაინც გარკვეულწილად იქ პრორუსული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილიც არსებობს. დიახ, რა თქმა უნდა არსებობს და ეს ისე მარტივი უკვე აღარ არის, როგორც ეს იყო თქვა 10 წლის წინ. 10 წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა იყო გამოში, როდესაც თქვა წერდნენ ხანტიქტონი და სხვა გეოპოლიტიკის დიდი ესე თქვა მკვლევარები თავის ნაშრომებს 90-იან წლებში, მაშინ ძალიან მკაფიოდ იყო ეს გაყოფა, რომ არსებობდა ცივილიზაციური ერთი უკრაინა და მეორე უკრაინა. ეხლა ესე არ არის. ეხლა პრაქტიკულად, დიახ, ეს იშლება ნელ-ნელა ყოველ შემთხვევაში. ის პრორუსული მხარეც კი მე მომიწია რამდენჯერმე უკრაინაში ჩასვლა ამ შემოდგომაზე და ძალიან ბევრ ანალიტიკოსთან საუბარი, სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები და ბიზნესის წრეების წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ, კონკრეტული, ვთქვათ, ღონისძიებების დროს და ჩემთვის გამოვიტანე ის დასკვნა, რომ პრაქტიკულად
უკრაინა ხარისხობრივად გავიდა სხვა კატეგორიაში. ეს არ არის ისეთი გახლეჩილი ქვეყანა, როგორც იყო 10-15 წლის წინ. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, გახლეჩილი, მაგრამ სხვა დონეზე და სხვა კატეგორიებით მე ვიტყოდი, თქვათ იგივე აღმოსავლეთ უკრაინა ან ის რუსულენოვანი რეგიონები ძირითადად ისინი აღარ არიან წმინდად პრორუსული რეგიონები. ისინი შეიძლება არც არ არიან წმინდად პროდასავლურები, მაგრამ ამავე დროს მათ უნდათ კარგი ცხოვრება, მათ მოწონთ ის ფასეულობები უკვე, რომლებიც დასავლეთშია, ესე ვთქვათ, რომელიც წარმოიშვა დასავლეთში, იქიდან მოდის, მათ მოწონთ ისეთი ურთიერთობები ეკონომიკური და ასე შემდეგ, კულტურა, რომელსაც დასავლეთის თავაზობს, მათთვის უკვე მისაღებია და მათთვის უკვე ნელა მიუღებელი ხდება ის კულტურა, რომელსაც თავაზობს რუსეთი კულტურას ფართო გაგებით. ანუ გამოსავლის ძიების თვალსაზრისით ის რომ უკვე აღარ არის აი ასეთი განსხვავება და ასეთი დაყოფა რადიკალური. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომაც ვხედავ დღეს რომ თუ თქვათ იყო პერიოდი, როდესაც გამოდიოდა თქვათ პროდასავლური, ნაციონალისტურიც ვიტყოდი ძალები, ეხლა ერთად არიან უკრაინული ნაციონალისტური ძალები და პროდასავლური ეს თქვათ ძალები არიან ერთად უკრაინაში. გამოდიოდა აი ეს ძალები, როცა ქუჩაში გვერდზე გამოდიოდა ასევე სხვა ძალები, პრორუსული ძალები, უფრო რაღაცა და ეს კონსერვატიული ძალები, საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანები და ჩვენ ხედავდით აი ამ დაპირისპირებას. ეხლა ჩვენ ხედავთ რომ პრაქტიკულად არ ჩანს. არავინ ვინც დაუპირისპირდება ქვეყანაში ამას. გამოდის 1,5 მილიონი ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია იმის გამო, რომ მათ შეუჩერეს ევროპასკენ სვლის, როდესაც აი ერთი ნაბიჯი დარჩა უკვე იმ გასაკეთებელი, რომ ისინი პრაქტიკულად შეუქცევადი გახდეს უკრაინის ევროპეიზაციის საკითხი პოლიტიკურად, აი აქ გააჩერეს და ეს აღშფოთებული ხალხი გამოდის, ამდენი ხალხი ქუჩაში და პროტესტის ხმა არის მის არსაიდან, აბა არც ერთ რუსულენოვან რეგიონში არ არის რაღაც ძალიან დიდი გამოსვლები იმასთან იმ მოთხოვნებით, რომ ის უკრაინა შევიდეს, თქვათ, ევრაზიულ. კი, თუმცა იანუკოვიჩის ხარდამჭერებიც გამოვიდნენ უკრაინაში, მართალია ისეთი რაოდენობით არა, როგორც ცოტა, ეს იყო ნაკიდი რაღაც, ან შეიძლება რაღაც ну, გასაგებია, რომ ეს იყო რაღაც ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც გამოიყენა იუნკოვიჩმა, მაგრამ ვერ ახერხებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უკრაინის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. საქმეა იმაში, რომ ეს თავარია, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს გართულებების, ზედმეტი გართულებების გარეშე, დრამატულად არ განვითარდეს მოვლენები და ძალიან კარგია, რომ თქვათ იგივე იანუკოვიჩი შეხვდა ყოფილ პრეზიდენტებს და ცდილობს თითქოს რაღაცა ეხლა სიტუაციის მართვას, აი ამ კრიზისის დაძლევას. მე მგონია, რომ აქეთკენ წავიდა ევროპელი ლიდერებიც ამ გზას მიმართავენ. ერთ მომენტს გავუსვამდი ხას, ისევ ნეგატიურ როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, რუსეთის დუმა მიიღო განცხადება, ის მოუწოდებს ევროპელებს, რომ არ ჩაერიონ საერთოდ ამ სიტუაციაში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ როგორც ვხედავთ, არც ერთი რუსი ლიდერი, არც პუტინს არ ქონია ვინმეს თქვათ მისი ადმინისტრაციიდან ცდელობა ეხლა რო ჩავიდეს უკრაინაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რომ უკრაინაში მათ ეს თქვათ არ დახვდებათ რაღაც ისეთი არავის არ სურს მათი ნახვა. მე მგონი არც იანუკოვიჩს არ სურს რომ რაღაც გავლენა რუსეთიდან ესე თქვათ განხორციელდეს მასზე. ქალბატონ ხათუნა, აი პრეზიდენტისა და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ახსენა სწორედ ბატონმა კახამ და მინდა ეს თემა რომ განვაგრძოთ ახლა თქვენთან ერთად. შეიძლება რომ აი ეს შეხვედრა ჩაითვალოს რაღაც დიალოგის დაწყების პირველ ეტაპად, ან როგორ ფიქრობთ საერთოდ რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რამდენად შედეგის მომტანი შეიძლება ის იყოს? მოგახსენებთ ის, რაც უკრაინაში ხდება და მეთანხმებიან ჩემი კოლეგებიც, საქართველოსთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც პირდაპირ შეიძლება აისახოს საქართველოს მომავალზე და ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ იმაზე დაყრდნობით, რასაც უყურებთ. ერთი რისიც თეთრი შურით შემშურდა დღეს ჩვენ თუ მთავრობამ. ბატონო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ ჩვენს და მთავრობამაც. და აი ძალიან კარგი კითხვაა, მაგ მიმართულებით მინდოდა მეც წამოყვანა საუბარი ზუსტად. თეთრი შურით შემშურდა დღეს იმის, რაც ვიხილე, მიუხედავად იმისა, რომ ასე დაძაბული ფონია უკრაინაში. უკრაინის დამოუკიდებლობის დღიდან ყველა პრეზიდენტი დაჯდა ერთად და ერთად ცდილობს გადაწყვეტოს ქვეყნის ბედი. რაც საქართველოსთვის ჯერ კიდევ მიუღწეველი ფუფუნებაა. და არ ვიცი, ალბათ პოლიტიკური კულტურა მოვადრო და აქამდეც მიგვიყვანს, მაგრამ აი ის რასაც ბატონი გახაბრძანებდა, საზოგადოების ერთიანობაც, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის ჯერ კიდევ არის ასევე მიუღწეველი ზღვარი. ახლა რომ დავუბრუნდეთ ისევ უკრაინას, იანუკოვიჩს საკმაოდ ბევრი სვლა აქვს, ასე ვთქვათ, ხელთ, მე ვფიქრობ.
იმისათვის რომ სიტუაცია არ განვითარდეს ტრაგიკულად უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა მას მართლაც შეუძლია ის რომ გააგრძელოს ევროინტეგრაციისკენ სულა და მოაწეროს ამ ხელშეკრულებას ხელი და ამავე დროს უთხრა საკუთარ მოსახლეობას აუხსნას ის ძალიან დიდი ეკონომიკური და ფინანსური რისკები, რაც მას ამ ნაბიჯისგან ელოდება. ანუ თუ ის ძალიან ბევრი დამკვირვებელი ამბობდა, რომ იანუკოვიჩმა რუსეთისკენ სულით საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად იზრუნა უპირველეს ყოვლისაო, მას ამ გზით შეუძლია კვლავ ასე ვთქვათ, ჩამოვიდეს ფსოვნები საკუთარ მომავალზე, იმიტომ რომ უთხრა საზოგადოებას რომ მე მოვყვები თქვენს ნებას, ვაწერ ხელს ამ ხელშეკრულებას, მაგრამ იცოდეთ რომ აი ეს ეკონომიკური რეალობა, რომელიც დაუდგება უკრაინას, ეს იქნება ამ ნაბიჯის შედეგი და მას ამ თვალსაზრისით ექნება 2015 წლის არჩევნებში გარკვეული რამდენად შესაძლებლად დასაშვებად მიგაჩნიათ ახლა ის რაზეც თქვენ საუბრობთ ამ ვითარებაში. რატომაც რა თუკი მას მართლაც აქვს სურვილი რომ გადარჩეს პოლიტიკურად, მისთვის დღეს კონფრონტაცია არ არის პოლიტიკური გადარჩენის არანაირი გზა. მეორედ შეიძლება მან დაითხოვოს მთავრობა მოაწეროს ხელი და ამას ოპოზიცია ითხოვს რომ შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც მოაწერს ხელს სწორედ ამ ასოცირების ხელშეკრულებას და შემდეგ იგივე 2015 წლამდე ძალიან საკმაოდ დროა დარჩენილი იმისათვის, რომ რუსეთის თქვათ ეკონომიკურმა ზეწოლამ უკრაინაზე თავის შედეგი გამოიხოს და საზოგადოებას ექნება არჩევანის საშუალება შემდეგ ასე ვთქვათ პრორუსული იანუკოვიჩსა და პროევროპულ თუ პროდასავლურ მთავრობას თუ ოპოზიციას შორის. ასე რომ იქ არ არის ესეთი პატური სიტუაცია, მე ვიტყოდი, აქვს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ნაბიჯის გადადგმის საშუალება, თუმცა აქ ესე მთავარი ფიგურანტი გვაუწყდება ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს უფრო სწორად რუსეთი, რამდენად არის ის მზად რომ მიიღოს ასე ვთქვათ იანუკოვიჩის ასე მეტნაკლებად რბილი ნაბიჯები და რამდენად შეუძლია მას გაიგოს და დროში. ამაზე ზუსტად საუბარი. მეორეს მხრივ იგივე ევროპის პოზიცია გასაგებია რომ რბილი ძალაა და სწორედ ის რაც ხდება დღეს უკრაინის საზოგადოებაში, რა თქმა უნდა არის ევროპის ასე ვთქვათ კარგი გაგებით იდეოლოგიური გავლენის შედეგი, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში რისთვის არის ის მზად, ესეც საინტერესოა, მასაც აქვს რესურსი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაგრამ რამდენად წავა ევროპა ამ კონფრონტაციაზე, ეს სხვა თემაა. აი ეს ყბადაღებული სოჭის ოლიმპიადა არის ერთ-ერთი ბერკეტი, მე ვიტყოდე დღეს ევროპელი ლიდერების ხელში, თუ გართულდა უკრაინაში სიტუაცია, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს შეუძლია გამოუცხადოს ბოიკოტი მოსკოვის ოლიმპიადას და ამისი მაგალითი იგივე არც თუ შორეულ 80-იან წლებში რუსეთში გამართულ საბჭოთა კავშირში არსებობდა გამართულ ოლიმპიადას გამოუცხადეს მაშინ ბოიკოტი. ესაც ბერკეტია დღევანდელი ევროპის ხელში, თუმცა რამდენად შეძლებს ეკონომიკურად დასუსტებული ევროპა და ამერიკა, სადაც ვაშინგტონ პოსტის სტატია გამოდის სათაურით უბედურება ამერიკის მოკავშირეებისთვის, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ამერიკის ინტერესები მნიშვნელოვნად გადანაცვლდა აზიისკენ და აღმოსავლეთისკენ. ეს ყველაფერი ის რეალობა, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. ანუ ის რომ საქართველოსთვის ალტერნატივა არ არსებობს, მე ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო დაამთავრებს არსებობას პროდასავლური კურსის გარეშე. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ, რა გამოწვევებს შეიძლება ველოდეთ ამ გზაზე. გასაგებია და კვლავ ბატონი კორნელი, ევროპელი ლიდერების ერთი ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ გარკვეული შეცდომები იყო ოპოზიციის მხრიდანაც, უკრაინული ოპოზიციის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე აკეთებენ ისინი გარკვეულ მინიშნებას. ამაზე ისაუბრა თუ არ ვცდები კარლ ბიტმა, რომელმაც თქვა, რომ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნა არ იყო ისეთი სწორი. თქვენ როგორ გონიათ, რამდენად სწორედ ახერხებს ოპოზიცია აი ამ საპროტესტო მუხტის მართვას ახლა უკრაინაში? ჯერჯერობით რთული არის ალბათ და ზოგადად ალბათ უნდა დავითანხმოთ ესე იგი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, იმიტომ რომ პირდაპირ ასე თქვა ესეთი ცოტა არ იყოს მომზადებელი, ანუ ძალიან რადიკალური ის იყო რა ქვია, ძალიან ქართული ესე შეიძლება თქვა, ჩვენ გვიყვარს ხოლმე ესე პირდაპირ. ყოველ შემთხვევაში ამისთვის სიტუაცია ესე თქვა ჟარგონზე როგორ დაქოქილი არ იყო ჯერ და ხომ არის ისიც რომ მოითხოვე მაქსიმუმ რომ მიიღო მინიმუმ. გასაგებია, მაგრამ ხანდახან ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ჯერჯერობით და სიტუაცია არ არის თლად
ბოლომდე ნათელი და საზოგადოების რაღაც ნაწილი მერყეობს და აი ამ სიტუაციაში ესეთი პირდაპირ რადიკალური რაღაც რამდენად მზად არის უკრაინული საზოგადოება, აი ამაზე არის. უბრალოდ რისკების ფაქტორი არის ძალიან დიდი და სწორედ ამიტომაც თქვათ არის ეს შენიშვნები თქვათ იგივე დასავლელი ლიდერებიდან, იმიტომ მათ არ უნდათ რისკის ქვეშ დააყენონ თქვათ აი ეს მოძრაობა. ანუ უნდათ რომ რაც შეიძლება საზოგადოებას მიეცეს საშუალება რომ მან გამოთქვა საბოლოოდ და დაიჭიროს მხარე აი ამ სიტუაციაში და ამ კუთხით შეიძლება შესაძლოა, თუმცა ჩვენ არ ვიცით ეს როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა ცოტა ზედმეტად გაბედული იყო ეს თქვათ გამოსვლა. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იანუკოვისაც ყავს საკუთარი მომხრეები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, არავის არ დაუთვლია და იმედია რომ ის ამას არ გამოიყენებს. ახსენეთ სწორედ მომხრეები, თუმცა რასაც ეთერში ვუყურებდით და რასაც მედია საშუალებები აჩვენებენ, ბევრად უფრო მცირე რიცხოვანი იყო იმ ადამიანების. ეს განპირობებულია თუნდაც იმ საკითხით, რომ ამჯერად ლაპარაკი არ არის თქვათ ნატოზე და ნატოს გაწევრიანებაზე. ანუ ეს ორი რაღაცაზე ერთმანეთს ცვლის პრინციპში ევროკავშირი თქვათ აქედან გამომდინარე რუსეთის რიტორიკა ძირითადად მიმართული იყო რომ თქვათ რუსეთი არ დაუშვებს თავის მეზობლებს განსაკუთრებით უკრაინას, საქართველოს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების თქვათ გაწევრიანებას ნატოში და აი ამის შემდეგ თქვათ რიტორიკა შეიცვალა თითქოს თუ თქვათ ის თლიანობაში წინააღმდეგი არ იყო ხო თქვათ ევროპასთან თანამშრომლობით პოსტსაბჭოთა სივრცე. ეხლა სიტუაცია შეიცვალა ამის წინააღმდეგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ მოსახლეობის აი ეს ნაწილი რუსულენოვანი ისე აშკარად ვერ გამოხატავს თქვათ აი ამ ალერგიას ევროკავშირისადმი, იმიტომ რომ საბოლოოდ თუნდაც ის აღმოსავლეთის თქვათ უკრაინის აღმოსავლეთის ბიზნეს ელიტა, რომელიც მეტნაკლებად დაკავშირებულია რუსულ ბიზნესთან, მასაც კი აქვს საკუთარი ინტერესები და ის დაინტერესებულია რომ მთლიანობაში თუ ევროკავშირისკენ წავა ზოგადად უკრაინა, მისი ინტერესები, მათი ბიზნეს ინტერესები უფრო დაცული იქნება ვიდრე თქვათ რუსეთთან შეერთებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად რუსული კაპიტალი მათ გადაყლაპავს და აქედან გამომდინარე მათ გაუჩნდათ საკუთარი პირადი ინტერესებიც არის, რომელიც მათ აიძულებს რაღაცნაირად იყონ უფრო ნეიტრალური ყოველ შემთხვევაში აი ამ დაპირისპირებაში, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. თუმცა მთლიანობაში ჩვენ მაინც ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკრაინაში გარკვეული ეს საზოგადოების გახლეჩა, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა, თუმცა კიდევ ერთხელ ალბათ გამეორდები და ვიტყვი, რომ ეს ამას ალბათ მოვლენები გვანახებს თუ როგორ განვითარდება, თუ თქვა უფრო დრამატიზმი შეიძინა ამ მოვლენებმა, შეიძლება ამან უბიძგოს გარკვეულწილად. როგორ ფიქრობთ, მაინც როგორ განვითარდება მოვლენები და ის სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს იყვნენ იქ ჩასულები ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. თავარი აქ არის საზოგადოებრივი აზრი უკრაინაში. გარკვეულ დათმობაზე იანუკოვიჩის განცხადებებიც მეტყველებს თუ არა, მე აღნიშნე ეს გადაცემის დასაწყისში. ალბათ ძირითადად ალბათ უკრაინა ის ისეთი ქვეყანა, რომლის კრიზისი ფაქტიურად ევროპისთვის დაუშვებელია და არა მარტო ევროპისთვის, არა რუსეთისთვისაც მიუღებელია. აქედან გამომდინარე, აქ დიდი ხნით თქვათ რაღაც ესეთი კრიზისური სიტუაციის შენარჩუნება არავის ინტერესებში არ შედის და რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა გარკვეული რაღაც მოლაპარაკება მოხდეს, თუმცა ეს არ იქნება ადვილი გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ იანუკოვიჩი უკან ვერ წაიღებს ამ თავის წინადადებას და ესე სწრაფად ევროკავშირიც არ არის მზად თქვათ, რომ რაღაც შეცვალოს და ყველაზე ალბათ კარგი გამოსავალი იქნება, რომ რაღაცნაირად, არ ვიცი, ეს თვითონ საზოგადოების გადასაწყვეტია, რაღაც მოხდეს ან პლებისციტი, ან რაღაც რომელიც რაღაცნაირად სახე შეუნარჩუნებდა თქვათ იანუკოვის და ამავე დროს საშუალებას მისცემდა მოსახლეობის დიდ უმრავლესობას კიდევ ერთხელ დაადასტუროს თქვათ საკუთარი ნება ამ ევროპასთან თქვათ რუსეთის როლი არ მინდა რომ დაგვავიწყდეს ასევე. რუსეთის როლი ჩვენ ვიცით რომ ზოგადად რუსეთი რა თქმა უნდა დაინტერესებულია უკრაინაში უკრაინის ასე თქვათ არ იყოს ინტეგრირებული დასავლეთთან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ცნობილი თქვათ დასავლელი პოლიტოლოგების მათ შორის ბჟეზინსკის გამონათქვამი რომ უკრაინის გარეშე რუსეთი ვერ შექმნის იმპერიას და ნუ ეს მე მგონი ნათელიც არის, ხო? და აქედან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა თუ თქვათ ვლადიმერ პუტინს უნდა მისი ეს დიდი ხნის ოცნება ამ ევრაზიული კავშირის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა არის უკრაინა და უკრაინის გარეშე ფაქტიურად ამ იდეის ხორშესხმა ძალიან გაძნელდება. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისინი ახდენენ ყველანაირ ზეგავლენ, მათ შორის იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტებს, პოლიტიკურ ბერკეტებს და ჩვენ არ ვიცით კიდევ რისთვის არის მზად. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩვენ რუსეთის პოზიცია ესეთი აშკარად ყოველ შემთხვევაში შორიდან ისე ჩანს, რომ ნათლად გამოხატული არ არის. არ არის, თუმცა ისინი მოქმედებენ თქვათ აი კულისებს მიღმა და ეს კულისებს მიღმა საკმაოდ დიდი ზეწოლა რო არის, ამის შედეგებს ჩვენ ვხედავთ. მადლობთ. ბატონ კახა, როგორ ფიქრობთ
სხვანაირად განვითარების შემთხვევაში მოვლენების, ანუ თუ წავიდა ეს ყველაფერი იქითკენ, ვარაუდებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენთან ერთად. დიახ, რა რუსეთი რა კუთხით გააქტიურდება, ან შესაძლოა თუ არა, რომ ის უფრო კონკრეტული გახდეს რაღაც, თუნდაც თავის განცხადებებში, თუნდაც რა ქმედებებია მათგან მოსალოდნელი თქვენი აზრით და ასევე მინდა რომ თქვენი პასუხიც მოვისმინო შეკითხვაზე, აი ოპოზიციის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე, როდესაც აკეთებენ აქცენტს უკრაინული ოპოზიციის. პირველ რიგში მე მგონია რომ რუსეთისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია რომ რუსეთი გახდეს ესე ვთქვათ მოთხოვნა გაიზარდოს რუსეთის ჩართულობაზე ამ პროცესში. ჩვენ კარგად ვიცით რომ იანუკოვიჩმა შესთავაზა ევროპა ჯერ კიდევ ვილნიუსში ევროკავშირის ლიდერებს, წევრი სახელმწიფოების ლიდერებს შესთავაზა რომ შექმნა რაღაც სამხრივი ესე ვთქვათ ფორუმი სადაც რუსეთი, ევროკავშირი და უკრაინა ერთად გადაწყვეტდნენ აი ამ სავაჭრო ურთიერთობების ძირითადი საკითხია, რა თქმა უნდა, ასოცირების შეთანხმების აი სავაჭრო ეკონომიკური ნაწილი, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის საკითხი, რომელზედაც ვერთან ხვდებიან ამ შემთხვევაში რუსეთი და ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ორივე ახორციელებს უკრაინაზე პრაქტიკულად თავისი, ესე ვთქვათ, მოდელის შეთავაზებას. მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით და აი აქ ევროპელმა ლიდერებმა უარი უთხრეს აბსოლუტურად განცხადებაც გაკეთდა ეს კატრინ აშტონმა გააკეთა ეს განცხადება განცხადების შესახებ რომ დაუშვებელია ბაროზომაც გააკეთა დაუშვებელია რუსეთის ჩარევა და ძალიან სწორი განცხადება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს იგივე ცდელობა არის, რამ ცდელობაც ჰქონდა მედვედევს აგვისტოს ომის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც თავისი გეგმა წამოწიეს ევროპის ახალი, ვთქვათ, არქიტექტურა, უსაფრთხოების არქიტექტურა და იქ პირდაპირ ჰქონდათ გამყოფი ხაზები შემოტანილი, ანუ რუსეთის როლი, როგორც ეს ვთქვათ, რაღაც ცალკეული სპეციფიკური აქტორის როლი, რომლის გარეშეც არ წყდება ევროპაში არაფერი. არც ერთ სხვა მესამე ქვეყანაში ევროპისა, ნუ გარდა ევროკავშირი და რუსეთი, ეს ორი დიდი აქტორი შეერთებული შტატების მონაწილეობით, რა თქმა უნდა და დანარჩენი ქვეყნებში თუ რაღაცა ხდება, მაშინ ესენი ამაში აუცილებლად იღებენ მონაწილეობას. და თანაც არსებობს ასევე რაღაც ესეთი შეხედულება, რომ არის ქვეყნები, სადაც რუსეთს მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე სხვა აქტორებს. ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივე მოდელის გათამაშება შეიძლება მომხდარიყო, თქვათ, უნდა გადაწყვეტილიყო რუსეთის აუცილებელი როლი, თქვათ, უკრაინის ბედის თუ გნებავთ ეკონომიკური, ესე ვთქვათ, ურთიერთობების, საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტების თუმცა ეს არ მოხდა. რას ელით მომავალში? აი, ამიტომ რუსეთი ეხება მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკა იქამდე არის მიმართული ევროკავშირმა ცნოს. ეს სულ ამას გაიძახის რუსეთი, ჩემი ინტერესები, ჩემი ლეგიტიმური ინტერესები, აი ეს ტერმინი უკვე დამკვიდრდა, ლეგიტიმური ინტერესები რუსეთის რა არის? მაინც გაუგებარია, იმიტომ რომ არ არსებობს ლეგიტიმური ინტერესები ისტორიაზე დაყრდნობილი თანამედროვე სამყაროში. ლეგიტიმური ინტერესები არსებობს მხოლოდ ხალხის ნებიდან გამომდინარე, ანუ თუ ხალხს ეს უნდა უკრაინისას რომ რუსეთმა გადაწყვიტოს რაღაცა უკრაინაში, მაშინ ლეგიტიმური ინტერესი ქონია მართლა რუსეთს. არ შემიძლია არ ჩაგეკითხოთ, ბატონ კახა, როგორ ფიქრობთ, აი ევროპა აი ამ რუსეთის ასეთ გამონათქვამებს, რომელიც ახლა თქვენ აღნიშნეთ, სათანადოდ თუ პირისპირდება, სათანადო არგუმენტები აქვს, დამაჯერებელია ის არგუმენტები? იცით რა, ევროპაში სხვა ენაზე საუბრობენ, რუსეთში სხვა ენაზე საუბრობენ, რუსეთში საუბრობენ რაღაც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ენაზე, აი ახალი მსოფლიო წესრიგი, რასაც ქვია, თქვათ, გაეროს ჩამოყალიბების შემდეგ და ეს საერთაშორისო გლობალური ინსტიტუტების შექმნის შემდეგ, აი მანამდე რა წესრიგიც იყო, თქვათ, მსოფლიოში იმ ენაზე საუბრობს რუსეთის ადმინისტრაცია, ეხლაც ევროპა საუბრობს სხვა ენაზე, ამიტომ ძალიან ძნელია ამას უპასუხოს ევროპამ რაღაც ადეკვატური ტერმინებით, რომლითაც თითქოს პასუხს გასცემს. იმიტომ რომ აბსოლუტურად მიუღებელია. ამაზე ნუ ძალიან ხისტად უპასუხა ამერიკის ადმინისტრაციამ თავის დროზე და სხვათა შორის ევროპელმა ლიდერებმაც რამდენიმე განცხადება გააკეთეს, რომ გამყოფი ხაზები არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს არავითარი გავლენა, ვთქვათ, გავლენის ზონები ევროპაში. გავლენის ზონები ეს აბსოლუტურად ანაქრონიზმი არის დღევანდელ სამყაროში. და სწორედ აი ევროკავშირის და შეერთებული შტატებისაც დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება ცოტა უფრო ხისტი აქტორია და უსაფრთხოების ინტერესებს ხშირ შემთხვევაში აყენებს პირველ პლანზე, მაგრამ მაინც განსაკუთრებით უკვე დემოკრატიული ადმინისტრაციის პირობებში წინა პლანზე წამოვიდა ისევ და ისევ აი ხალხის ნება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია, თანამშრომლობა მხოლოდ იმ ასპექტებში, სადაც არის მოთხოვნა იქიდან მხრიდან. ანუ ქვეყანას თუ არ უნდა თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მას არ აიძულებს უკვე შეერთებული შტატები. ზუსტად ისე ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი აიძულებს. და ეხლა რუსეთის ამოცანა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური არის ის, რომ მოხდეს ისეთი პროცესები განვითარდეს უკრაინაში, რომ ევროკავშირმა ვერ მოახერხოს უბრალოდ ამის მენეჯმენტი და რუსეთის თხოვონ ჩაერიო
ანუ რა თქმა უნდა, მაშინ უნდა აურიოს სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. მე მგონია, არ არის გამორიცხული არანაირი სცენარი, თუ თქვათ უკრაინაში ღმერთთან უქნას, მაგრამ დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება და ამას მოყვება სისხლისღვრა და ასე შემდეგ, არ არის გამორიცხული თქვათ რუსული ჯარების შეყვანაც რაღაც რეგიონებში, ისევ ხალხის დასაცავად და ასე. შესაძლებელია ესეთი სცენარებიც ვითარდებოდეს, მაგრამ ეს არის ძალიან სახიფათო ესეთი უზარმაზარი ქვეყნის პირობებში. ეს სცენარი შეიძლება და მათ გამოეყენებიათ საქართველოში, რომელიღაც პატარა ქვეყანაში, ევროპის პერიფერიაზე თანაც მდებარე ქვეყანაში, მაგრამ აი ევროპის შუაგულში ანუ უკრაინაში ეს გამორიცხულია. ევროპის ცენტრი გეოგრაფიული მდებარეობს ლიტვაში, სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ლიტვაში თუ ლატვიაში. ანუ უკრაინა პრაქტიკულად არის ევროპის ცენტრი, შეიძლება ითქვას. იქ ესეთი მოქმედებები არის ძალიან სახიფათო და როგორ განვითარდება, ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება, მაგრამ ერთი არის მთავარი, რომ უკრაინელი ხალხის ნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ შეიცვალოს. შეუძლებელია. ამიტომ იანუკოვიჩსაც მოუწევს ადაპტირება ამის მიმართ. ანუ და დაყვეს ხალხის ნებას, ანუ და წავიდეს მის წინააღმდეგ. რაღაცას ვიტყვი, ანუ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ და საერთოდ უკრაინის кейსი არის ის кейსი, სადაც რუსული პოლიტიკის გამოცდა ხდება. ანუ სწორი იყო თუ არა პუტინის პოლიტიკა, თლიანად აი აღმოსავლეთ პარტნიორების, რასაც ევროპა უძახის ახლა ამ 6 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანას, აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, ან მისი სამეზობლოს მიმართ. თუ თქვათ უკრაინაში მოხდება ეს გარდატეხა, ახლა თუ სწრაფად განვითარდა, გამოხტვისკენ სწორად და კარგი დადებითი განმოხტვისკენ ეს სიტუაცია, რუსეთი მიხვდება, რომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა. მისი მეთოდები უკვე აღარ მოქმედებს. სხვა შემთხვევაში შეიძლება სიტუაცია უფრო გაგრძელდეს დროში და რუსეთი დაიტოვებს იგივე პოლიტიკას, გააგრძელებს ამას ჩვენთან მიმართებაში, ზეწოლას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ აი მართლა უკრაინაში არ მოგვარდება ეს. მე ესე მგონია, რომ მაინც საბოლოო ჯამში ალბათ ძალიან ბევრი დრო არ დაჭირდება უკრაინაში ამ სიტუაციის მოგვარებას და შემდგომში უკვე რუსეთს მოუწევს პოლიტიკის და ჩვენ საუბრობთ ოპოზიციის შეცდომებზე და შემდეგ ქალბატონ ხათუნასთან აუცილებლად გადავალ და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის კვასნევსკის განცხადება იყო ასეთი, რომ ბრიუსელის მხრიდან უკრაინისთვის ტიმოშენკოს გათავისუფლების პირობის მოთხოვნა იყო ასევე გარკვეული შეცდომაო. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, იქონია აი ამ პირობამ გადაწყვეტი გავლენა კიევის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმაზე? თავისთავად ეს იყო საბაბი, იმიტომ ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ეს მოთხოვნა დაიკარგა სადღაც არსად არ ჩანს. და იანუკოვიჩი პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ იმიტომ არ ვაწერთ ხელს. შეცდომა იყო დროში გაიწელა, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტი, რაღაც დრო დაიკარგა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს რომ მომხდარიყო, თქვათ, იგივე წელიწადნახევრის წინ, რომ ევროკავშირი შეეთავაზებია ხელმოწერა ყველაფერი პირობების გარეშე, იგივე სიტუაცია არ დადგებოდა და იგივე სიტუაციაში იანუკოვიჩი უცებ უარს არ იტყოდა ამაზე, ან რაღაცა სხვა მიზეზს არ მოიმოძებდა. ანუ ეს იყო გარკვეული საბაბი. საბოლოო ჯამში ეს იყო რაღაც, მე მგონია, რომ მაინც რუსეთთან შეთანხმებული რაღაც ქმედება, რაღაც, ესე ვთქვათ, აქვს გავლენა იანუკოვიჩზე და მის თავრობაზე, რუსეთს აქვს პუტინს პირადად და რუსულ პოლიტიკას აქვს გავლენა. ქალბატონ ხათუნა, ჩვენ მუდმივად არის, რა თქმა უნდა, საუბარი გავლენებზე, ანუ უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ეს სცენარი, რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, რა გაკვეთილი იქნება ეს იგივე ევროპისთვის, ანუ როგორ იქნება მათი შემდგომი პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ შეიცვლება თუ არა გარკვეულწილად მიდგომები და ასევე რუსეთის გაკვეთილზეც გაამახვილა ბატონმა კახამ ყურადღება. როგორ ფიქრობთ, აი ეს საქართველოს, ევროპის, იგივე რუსეთის აი ეს ვითარება რამდენად მოახდენს გავლენას ამ ყველაფერზე და მომავალზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის პირველ რიგში. საინტერესოდ იყო დასმული საკითხი, რამდენად ისწავლის საკუთარ შეცდომებზე ამ შემთხვევაში ევროპა, ხო? ევროკავშირი. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული შეცდომებისგან. შესაძლოა ორი სცენარია, ხო, უკრაინაში ან გაიმარჯვებს რუსეთი, ან დამარცხდება და ეს აისახება უშუალოდ რუსეთში ამაზე უკვე მიდის საუბარი, მათ ეშინიათ არა მხოლოდ უკრაინის დაკარგვის, არამედ პუტინს ეშინია თავისი ძალაუფლების დაკარგვის უკვე რუსეთის შიგნით, იმიტომ რომ თუ უკრაინაში მოხდა რუსეთის დამარცხება, ეს იქნება პუტინის ხელისუფლების დამარცხების დასაწყისი თავად რუსეთში, იმიტომ რომ ეს იქნება სერიოზული სტიმული რუსეთის ოპოზიციისთვის და მათ შორის იგივე დასავლეთისთვის, რომ რუსეთის ოპოზიცია ასე ვთქვათ, რუსეთის ოპოზიციას გაუწევს მორალური, მატერიალური და ასე შემდეგ დახმარება. თუმცა საქართველოსთან მიმართებაში თუ გაიმარჯვებს რუსეთი ჩვენთვის იქნება ეს ძალიან მძიმე გამოცდა
იმიტომ რომ გულმოცემული რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ რა სანქციებს განახორციელებს, რომ უკრაინის გზას შეუყენოს, აქ ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დამარცხდა, თუ ასე მოხდა. ეგ არის საინტერესო და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უფრო საინტერესო მე ვიტყოდი და თუ დამარცხდა რუსეთი უკრაინაში, ამ შემთხვევაშიც ჩვენთვის შეიძლება ასე ვთქვათ გამძვინვარებული დათვის მსხვერპლად რომ არ ვიქცეთ ძალიან გონურული პოლიტიკა გვმართებს. გახსოვთ ერთი კვირის წინ იყო ჩასული სომხეთში პუტინი და პირდაპირ თქვა რომ კავკასია არამც თუ რჩება მისი ინტერესების ღერძზე ერთ-ერთ ღერძად, არამედ სამხრეთ კავკასია, არამედ ის გააძლიერებს, შეიძლება გააძლიეროს თავისი გავლენა აქ. და ის რასაც დაკარგავს ბავშვად უკრაინაში შეიძლება გარკვეულწილად კომპენსაცია ამის საქართველოში განახორციელოს. მე ისევე როგორც ჩვენ ყველანი აქ ვსაუბრობთ ვერსიებზე, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების ცდელობა შესაძლოა იყოს რუსეთის მხრიდან და ამას რა თქმა უნდა არავინ არ გამორიცხავს, თუმცა რამდენად დახვდება აქ ნიადაგი საქართველოში იმისათვის რომ თავისი გავლენები გააძლიეროს თუნდაც. აქ ეს არის ძალიან საინტერესო, ნაკლებად საზოგადოებაში ყოველ შემთხვევაში საზოგადოებიდან ნაკლებად, მაგრამ მე რაც მაშფუთებს ეს არის ხელისუფლების ძალიან თავდაჯერებული პოზიცია თუ პოზა. მე ერთი კვირის წინ გავაკეთე ასეთი შეთავაზება ღიად რომ სახელისუფლებამ უნდა შექმნას მუშაჯგუფი სპეციალური, რომელშიც შევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებსაც მკვეთრად პროდასავლური კურსი აქვთ, ასევე ექსპერტები და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და ამ ჯგუფის მიზანი იქნება საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების კატალოგის შექმნა, რომელიც ჩვენ გველოდება მინიმუმ ხელშეკრულების ასოცირების ხელმოწერამდე ვადაში. დიახ. რუსეთისგან მეორე ეტაპი უნდა იყოს, როდესაც შეიქმნება ეს კატალოგი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული იყო საგზაურუკი შექმნა, პრევენციის მექანიზმები შემუშავება ყველა კერძო, ასე ვთქვათ, სავარაუდო რისკის გასანეიტრალებლად და მესამე ეტაპი უკვე აქტორები უნდა გამოიყოს ამ პრევენციის გზაზე, ანუ ვისი მეშვეობით, რა ნაბიჯების მეშვეობით ვაპირებთ ჩვენ ამ რისკების პრევენციას და აი აქ დგება ისევ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და დამხმარეების ვთქვათ პირდაპირ ამ გზაზე საკითხი. ჩვენ თუ ველოდეთ ევროკავშირის დახმარებას ჩავარდებით იგივე დღეში პირდაპირ მინდა გითხრათ როგორც დღეშიც დღეს არის უკრაინა, იმიტომ რომ ევროპა გამოფხიზლდა მას შემდეგ და შეიძლება ამას სუბიექტური მიზეზებიც ჰქონდა და მოგახსენეთ რომ იქ სირიის და ირანის თემა იდგა და მსოფლიოში დღეს არ ხდება ისე რომ ცალკე სადღაც აღებული უკრაინა და ცალკე აღებული საქართველო და ყველაფერი გლობალურად ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ევროპა გამოფხიზლდა მას შემდეგ რაც იანუკოვიჩმა უარი თქვა ხელმოწერაზე. ჩვენც რო ანალოგიურ სიტუაციაში არ ჩავარდეთ, ჩვენ ევროპისგან კი არ უნდა ველოდოთ დახმარებას, ჩვენ უნდა შევთავაზოთ რომ აი ველით ამ რისკებს და აი ამ რისკებში აი ამ აქა და აქ გვჭირდება თქვენი დახმარება. ანუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხალბატონ ხათუნა თუ სწორად გავიგოთ თქვენ ახლა ამაზე საუბრობთ რომ სწორად არ არის შეფასებული რისკები, რომელიც შესაძლოა ამ ერთი წლის განმავლობაში და ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა რუსეთის მხრიდან წამოვიდეს, ამაზე საუბრობთ. ჯერ არ არის ფორმირებული, რეფორმირების ეტაპზეა უშროების საბჭოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც არ შესულა ამ კანონში ქვეყანაში არ არის შესაბამისი ანალიტიკური სტრუქტურა, რომელიც ამ თემებზე აქტიურად იმუშავებდა და ეხლა ამისი დრო არ არის, რომ დასაკარგი დრო ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს. და ამიტომ თუმცა მე ისევ იმ თემას მივუბრუნდები, ანუ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ევროპასა და ამერიკას, რომ აი აქ გველოდება საფრთხეები და აი ამ დოზით და აი ამ ნაბიჯებში დაგვჭირდება თქვენი დახმარება. ვიცოდეთ მაინც ჩვენ გქონდეს დახმარების იმედი მათგან თუ მარტო ისევე როგორც უკრაინას გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ამ გზის გავლა. ესეც არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მუდმივად სხვისი ხელის შემყურე ვერ ვიქნებით, მაგრამ რაციონალურად შევაფასებთ ჩვენს ძალებს. თქვენ რა საფრთხეებს ელით რუსეთის მხრიდან ამ ერთი წლის განმავლობაში? რა ვარაუდები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? საფრთხეები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს დაწყებული ეთნიკური თუ რელიგიური დაპირისპირების ინსპირირებით, საუბრობდნენ იმაზე, რომ რუსეთიდან შეიძლება მასობრივად დაიწყოს ქართველების გამოსახლება. საფრთხე შეიძლება იქცეს ისიც რომ წელს დაპურებული კახეთის მოსახლეობა და იგივე დასავლეთის მოსახლეობა ხოლმე ხშირად მიწევს დასავლეთ საქართველოში ყოფნა და პატარა ფართს ვერ ნახავთ ცარიელს, სადაც კი შესაძლებელია რომ ასე ვთქვათ ციტრუსების ჩაბარების პუნქტი მოეწყოს, ყველგან მასობრივად ციტრუსებს იბარებენ და შემდეგ გააქვთ რუსეთში. ეხლა ეს ხალხი რომელიც 20 წელი მშიერი იყო, გნებავთ კახეთი აიღეთ და გნებავთ დასავლეთ საქართველო, ხო? და წელს ნახა რომ რუსეთის ბაზრის გახსნით
მათ რაღაცა მატერიალური სარგებელი მიიღეს და მომავალ წელს ეს ბაზარი კვლავ ჩაეკეთებათ. ესეც მე არ ვლაპარაკობ რომ აუცილებლად რომელიმე რისკი და ნაღმი ამოქმედება, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესი ის არის რომ დათვალოს და რამდენად წონადია ესა თუ ის რისკი. შეიძლება სულაც არ იყოს გასათვალისწინებელი და ანგარიში მისაღები და თავარი რისკი რაც ზედაპირზე დევს ეს არის ის საინფორმაციო პოლიტიკა რომელიც წელიწად ნახევარია მიდის აქტიურად. ეს არის ყოველგვარი დასავლურის წინააღმდეგ ნიჰილიზმის დასავლურის მიმართ ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში და ძალიან კვალიფიციურად ამ საქმის ექსპერტები დაამერწმუნებენ ძალიან კვალიფიციურად არის გაკეთებული. აგრესიას არ იწვევს პირდაპირ რეკლამის სახე ამას არ აქვს. წერტილოვანი დარტყმებია სოციალურ ქსელებში, ცალკეული კლიპების სახით, ცალკეული დაუშვათ ევროპის გატოლება ხდება რაღაცა კონკრეტულ ისეთ ღირებულებებთან, რომელიც ქართული კონსერვატიული და ტრადიციული ფასეულობებისთვის მეუღებელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის საწინააღმდეგოდაც აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკის, ალტერნატიული საინფორმაციო პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს და ეს პოლიტიკა უნდა გატარდეს აქტიურად. ამას ხელისუფლება ვერ გააკეთებს დაამთავრებ ახლა. ხელისუფლება ვერ გააკეთებს გამომდინარე იქიდან რომ ერთი ხელით რუსეთის ბაზრის გახსნას ცდილობს და მეორე ხელით იძახდა რომ ეს საინფორმაციო პოლიტიკა დამღუპველია, ამას ვერ იზამს. ამიტომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება, გნებავთ იგივე ექსპერტული საზოგადოება უნდა ვიყოთ ამაში ძალიან აქტიური. ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი თემა, რაშიც ევროკავშირის დახმარება გვჭირდება. როგორც ფინანსური, ასევე მათი ექსპერტული ცოდნით, რომ შევიმუშაოთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის მიზანიც იქნება დასავლური ფასეულობების ისევ დასავლური ფასეულობების ისევ ფასეულობებად ქცევა ზუსტად და საზოგადოების განვითარება, შემოკრება ამ ფასეულობების გარშემო. გასაგებია და თქვენი აზრიც მაინტერესებს ბატონ კორნელი. მართლაც საჭიროა თუ არა აი ამ კუთხით გააქტიურება, თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის არის თუ არა რეალურად რაღაც გარკვეული საფრთხეები და საშიშროებები თქვენ ელით თუ არა ამ ერთი წლის განმავლობაში ვიდრე მოხდება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, როგორი შეიძლება იყოს ევროპის როლი, ანუ რო შევაჯამოთ უკვე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ თქვენ ეთანხმებით თუნდაც ქალბატონი ხათუნას მოსაზრებებს? რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ეს საფრთხეები არის სერიოზული, თუნდაც თქვა ის ეკონომიკური რომელზეც იყო საუბარი, რუსეთის მართლა არაფერი არ არის, რომ ხელოვნურად შეისყიდოს თქვა თუნდაც ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც საქართველოში მზადდება და გააჩინოს გარკვეული მოთხოვნა და თქვათ, როდესაც საქმე მიდგება ამ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ისევე როგორც მოლდოვის შემთხვევაში მოხდა, ხელახლა თქვათ დაედოს ქართულ პროდუქციას ემბარგო, რომელიც ძალიან მტკივნეული იქნება ქართველი გლეხებისთვის და ზოგადად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს უკმაყოფილებას მთავრობის მიმართ, იმიტომ რომ მას დასაკარგი მართლა ექნებათ რაღაც. ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ ხელისუფლებამ რაღაცნაირად აი ამ თქვა რუსეთთან ამ ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პოლიტიკაში არ დაუშვეს ისეთი შეცდომა, რომ რუსეთს არ მისცეს ის როლი, რომლისგან ის მიიღწვის. ანუ ფაქტიურად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ფაქტიურად დაკარგა პირდაპირი ბერკეტები ქართულ პოლიტიკაზე, ის უშუალოდ უკვე ვეღარ ერევა. ერთადერთი ბერკეტი, რაც მას თეორიულად დარჩა, ეს არის კონფლიქტებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით თუ ერთმან უკნას და უკრაინაში თქვათ რაღაცნაირად მოხდა სცენარების განვითარება რუსეთის სასარგებლოდ, აი მაშინ შეიძლება საქართველოს უბრალოდ ჩაითრიონ და ერთადერთი ბერკეტი ეს არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომლის დროსაც ჯერჯერობით ამისი საბედნიეროდ არავითარ ნიშანი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვხედავთ ყოველ შემთხვევაში განცხადებებს იგივე ლავროვისგან, თქვათ იგივე პუტინისგან, მედვედევისგან, ისინი ამბობენ, რომ ესე იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილებას არ შეცვლით. ანუ საქართველოს უნდა შეეგუოს ეგრეთ წოდებულ ახალ რეალობებს და თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვათ უკრაინაში ზოგადად რაღაც მოხდება მათთვის სასარგებლოებები და მათ შესაძლოა ჰიპოთეტურად ვამბობ შეცვალონ ეს რაღაც შეხედულება და აი აქ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ორჭოფობა აი ამასთან დაკავშირებით. ანუ ეს ტერიტორიული მთლიანობა არ არის, ანუ ეს არის აშკარად ესე იგი საფრთხე, რომელსაც ცდილობს რუსეთი უბიძგოს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევანი გააკეთოს ევროპულ თქვათ არჩევანსა და ტერიტორიულ მთლიანობაში. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა და ჩვენი მოვალეობა და ზოგადად ხელისუფლების, რომ ის არ რაღაცნაირად მან თავი არიდოს აი ესეთ არჩევანის გაკეთებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კახა, თქვენც ერთი წუთი იმისთვის რომ შევაჯამოთ, ხომ არ დაამატებდით რაღაც საფრთხეს, თქვენს ხომ არ ხედავთ კიდევ დაამატებით, საკმაოდ ბევრ საფრთხეზე იყო საუბარი და
თქვენი აზრი როგორია? რეალურად არის თუ არა მართლაც ამ ყველაფრის საშიშროება? საფრთხეები, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი დასახელდა ეხლა და არ შევეცდები რაღაც თვითონ გამოწვეული საფრთხეები არ მოვიყვანო აქ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ადეკვატური რეაგირება, მომზადება ამ საფრთხეებისათვის არის აუცილებელი. ეხლა აი ამ უკრაინის სიტუაციას და რუსეთის ზეწოლას დაემატა ის, რომ ჩვენ ერთი წელი გვაქვს წინ თქვათ ხელშეკრულების ხელმოწერამდე რეალურად ის ხელშეკრულება რომელიც პარაფირებაც ახლა მოვახდინეთ ის ძალაში არ არის შესული და ის პრაქტიკულად არაფერს არ მოქმედებს და ის არაფერს არ ნიშნავს მარტო იმას რომ ჩვენ შევთანხმდით ტექსტზე მაგრამ ამოქმედება ერთი წლის აი სწორედ ეს ერთი წელიწადი არის ის ვადა როდესაც რუსეთს აქვს ეს დრო არა მარტო საქართველოს აქვს საქართველოს ეს დრო აქვს იმისთვის რომ იმუშაოს და მიიყვანოს ყველაფერი ბოლომდე რომ ამ წელიწადში ხელშეკრულება ამოქმედდეს არ მოხდეს ამის შეფერხება და რუსეთს აქვს ეს დრო მიცემული იმისთვის რომ საქართველოში შექმნას ხელი შეუშალოს ამაში უბრალოდ რა თქმა უნდა საჭირო ამაზე ადეკვატურად რეაგირება და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემ კოლეგებს რომ აუცილებელია რომ ამაზე თელმა საზოგადოება მიზრუნოს ყველაფერი გავითვალოთ რადგან რუსეთში ხდება ყველაფრის გაგეგმა რუსული ინსტიტუციონალიზმი არის აწყობილი ამაზე გეგმებზე რაღაც სტრუქტურირებულად აქვს ყველა ნაბიჯი გათვლილი და მოქმედებენ იმის რაპორტების შედეგად პირველი პროტოკოლი მეორე მესამე და ხსნიან ამას და იმ გეგმას ახორციელებენ და ამ გეგმებზე ჩვენ უნდა გქონდეს ასევე ფარული პასუხები შემუშავებული რა თქმა უნდა გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ბატონებო იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმრები ჩემი გადაცემის სტუმრები მე გემშვიდობებით ვემშვიდობები მაყურებელსაც პირველი სტუდიის ეთერი დასრულდა ჩვენ ერთმანეთს ხვალ ისევ 21 საათზე შევხვდებით არანაკლებ საინტერესო სტუმრებთან და თემებით ასე რომ ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის